როდესაც ჰოროსის ერესის სრულ ფაზაში გადავიდა, ნუსერის მიწებზე რობოტ გილემანი თავის მოღალატე ძმებს, ლორგარს და ანგრონს შეხვდა. სანამ მათი შეხვედრა სისხლიან ბრძოლაში გადაიზრდებოდა, რობოტმა და ანგრონმა რამოდენიმე სიტყვა გაცვალეს. ლორგარის ღალატი უკვე ზედმეტად გასაგებია, მაგრამ შენ ძმაო, რამ ჩამოგაგდო ასეთ დონეზე? ნუ თუ შენს თავის ქალაქში ჩაჭედილმა მანქანამ საბოლოოდ ჩაანაცვლა ერთგულება სიგიჟით. როგორი ბავშვურია. მართლაც სასოდავად ბავშვური. ბავშვური? შენ სოფელს ხალხმა დიადი გიწოდა. ჩემი ხალხი კიდე მონას მეცახდა. რომელიც შენ გადაეცა ცივილიზაციის სამოთხეში და აღიზარდა მამისმიანი რობოტი. რომელიც შენგან მიეცა კარგად გაწვრთნილი ჯარი. რომელიც შენგან მათ შეიპარა ძლიერი კულტურული სარიმო. რომელიც შენგან აღზედა საერთოს წინააღმდეგ ერთი მუჭამშიერი მონებით. რომელიც შენგან იყო ის ბავშვი, რომელიც უჩხოცა საერთოდ დაიმონა და ტვინის საკუწებად უქციეს. უსმინე შენს ლოჩში გამოწყობილ სულებს როგორ გახვერია სიამაძე და ღირსება, სიამაძე და ღირსება, სიამაძე და ღირსება. ის საერთოდ ამ სიტყვების ნიშნულობა. სიამაძე როდესაც ებრძვია საერთოს, რომელიც ღიმონებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი არმია შენსაც 10,000 ჯერ აღემატება. შენ არაფერი არ იცი სიამაძის შესახებ. ღირსება არის, როდესაც ეწინააღმდეგები ტირანს, მაშინ როდესაც სხვები ხარბას სწოვენ და სუქდებენი ფარისეულობით, რომელსაც ის ტირანი იძლევა. შენ არაფერი არ იცი ღირსების შესახებ.